მოგესალმებით ყველას. მადლობა მოგზაურობისთვის ყველას. და დღეს ჩვენი შეხვედრის თემატიკა საკმაოდ პრობლემატიკური თემა შევარჩიეთ, ასე თუ ისე. ზოგადად არამარტო ჩვენი ეკლესიის, ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვისაც. ეს არის ქრისტიანობა და ნაციონალიზმი. რა დამოკიდებულება აქვს ამ ორ ცნებას ერთმანეთთან და როგორ შეიძლება ერთმანეთთან მოგვარდეს, ან ეს დამოკიდებულება როგორ განვითარდა დაფუძნებიდან, ქრისტიანობის დაფუძნებიდან და დღეს ამ მდგომარეობა. აი ამ თემატიკაზე, ამ თემატიკის გარშემო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა განიშლება. ჯერ დავიწყოთ ქრისტიანობის წარმოშობიდან. რა თქმა უნდა, ქრისტიანობა იუდაიზმის წიაღში იღებს სათავეს. უბრალოდ ძველი აღთქმისეული მოლოდინები, ისე დასრულება არის ქრისტეში, იესო ქრისტეში, მის განკაცებაში და გამომხსნელ მოღვაწეობაში, ჯვარცმაში, კვეთ აღდგომაში და ასე შემდეგ. ეს საყოველთაოდ ცნობილი პოსტულატები არის და რეალობა არის, მაგრამ ნებოდ მინდა დაგანახოთ ისტორიული ექსკურსიის გავლით, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ეროვნებას თუნდაც იუდაიზმში, იუდეურ შეხედულებებს რა დამოკიდებულება ჰქონდა და უფრო მეტიც როგორი ასახვა ჰქონდა მათ გარე სამყაროსთან მიმართებაში და რა აიღო ქრისტიანობამ, როდის მოხდა ტრანსფორმირება და როდის გახდა ქრისტიანობა უნივერსალური წარმომავლობა ყველა ერისთვის. და რა თქმა უნდა, ბოლოს უკვე ამ მდგომარეობა დღევანდელ სამყაროში და მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენს ეკლესიაში. აი ეს დაახლოებით ეს გეგმა არის, რომლის გაშლასაც შევეცდები თქვენს წინაშე. დავიწყოთ ისტორიული რეალობით იუდაიზმში, ანუ ძველი აღთქმის ეკლესიაში. რა მდგომარეობა იყო? რა თქმა უნდა, ზოგადად რჩეული ერის ფენომენი, რაზეც აპელირებს ძველი აღთქმა, ანუ ბიბლიის ეს ნაწილი და ზოგადად ეს ებრაული აზროვნება, ცნობიერება, რაზეც დგას, ხომ? რჩეული ერის. ეს რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის და ფუმეტიც ამას თავისებური ახსნა ჭირდება, იმიტომ რომ რჩეული ერის პრინციპიდან გამომდინარეობს სწორედ ის, რომ სხვა ერების, ესე იგი, არ არის რჩეული, აქედან გამომდინარე რაღაცა მეორეხარისხოვანია ღვთის თვალში. რჩეული ერის თეოლოგიური, ესე ვთქვათ, ახსნა არის შემდეგი. რჩეული არის ერი არა იმიტომ, რომ ვთქვათ, ღმერთმა თავის დროზე ერები ჩაყარა ერთ დიდ ლოტოტრონში და ამოარჩია ვიღაცა ერი და ეს ებრაელი შეირჩა ხელში და ებრაელი ერი და აქედან გამომდინარე ამ გაგებით არის რჩეული. რა თქმა უნდა, არა. რჩეული ერის, ესე ვთქვათ, გამორჩევა ხდება არა ღმერთის მიერ, რაც საოცარი, არამედ თავად ერის მიერ ხდება ეს ამის გამორჩევა. რა პრინციპით? ის ერი, ის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც დარჩნენ ერთგული, ერთი მონოთეისტური ღმერთისა და სწორი თაყვანისცემა შეენარჩუნეს და აქ ლაპარაკია ერზე კი არის, ერთ ადამიანზეა საუბარი. მოგესალმებით, ეს იყო აბრაამი, ამგვარი ადამიანი, სწორედ ამ ერთი ადამიანისგან ამრავლებს იმ ერს ღმერთი, რომელსაც შეეძლო სწორი, ადეკვატური, გამართული ურთიერთობა და თაყვანისცემა სამყაროს შემოქმედთან. ანუ გამორჩევის პრინციპი და რჩეულობის პრინციპი სწორედ ამას ეფუძნება. ანუ არა ღმერთმა გამოირჩია, არამედ თავად იმ ადამიანებმა გამოირჩიეს საკუთარი თავი, რომლებმაც შეძლეს და შეინარჩუნეს კიდევ მეორე ჭეშმარიტი ღმერთის სწორი, ადეკვატური თაყვანისცემა. აი ეს განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ეს არის განსაზღვრელი ფაქტორი რჩეული ერისა ღვთის თვალში დავარქვათ. ეს ერთი მომენტი, რა თქმა უნდა. დამოკიდებულება როგორ ჩამოყალიბდა ებრაელ ხალხში სხვა ერების მიმართ. აი ამ ძველი აღთქმა მოგესალმებათ, ეს არის ისტორია ებრაელი ხალხისა, ანუ რჩეული ხალხისა, ღვთის სწორედ თაყვანისცემელი ხალხისა და აი როგორ იზრდებოდა ეს თქვა ეროვნული თვითშეგნება ამ მიმართულებით და მით უმეტეს სხვა ერების მიმართულებით, თქვა ებრაელი ხალხისა, ეს ნათლად ჩანს იგივე ძველ აღთქმაში სხვა შორის და აქამდეც ალბათ ეს რაღაცნაირად მეტაკლებად ეს დღესაც ვლინდება. რა დამოკიდებულება ჰქონდათ? და უფრო მეტიც სახარებიდანაც კი ჩანს თუ დამოკიდებულება ჰქონდა ამ ხალხს სხვა ერების მიმართაც. სიტყვა გოია, ანუ ქართული სიტყვა გოიმი, სწორედ მომდინარეობს სიტყვა ებრაული სიტყვიდან გოი.
რომელიც ნიშნავს არაებრაელს. ეს არის დამამცირებელი სიტყვა, რომელიც ნიშნავს უცხოს, სხვას. დაახლოებით ამ შინაარსის უფრო ნეგატიურ დაკითხვას მოეძებნება ამ სიტყვას, ხოლო ჩვენში გოიმიც იგივე ქართულ რეალობაში ეს სიტყვა ებრაელებიდან გადმოვიდა და ნიშნავს, სხვა ეროვნება შეიძლება არ ნიშნავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიტყვა გოიმი უცა ადამიანი ის ადამიანური ადამიანს არ არის კეთილგანწყობილი მის მიმართ, ხო, ყოველ შემთხვევაში. ოღონდ ხოში მისი ესეთი მდგომარეობა არ არის, ასე ვთქვათ, სახარბიელო. ასევე რუსულშიც izgoi, ვთქვათ, აქედანაც იგივე ებრაული წარმომავლობის სიტყვა არის და იგივე ამას უკავშირდება და მიანიშნებს izgoi უკვე რუსულ სიტყვას უკვე ყველაზე ასე ვთქვათ უარყოფილი ყველაზე ესე ვთქვათ ადამიანთა იმ ჯგუფს, ადამიანს, რომელიც ყველანაირი პარამეტრი ჩამორჩება იმ ადამიანებს, ვინც ამობს ამ სიტყვას იმ მართულებით იმ ადამიანის მიმართ. ანუ იმის ხმამით რომ ებრაელთათვის სხვა ჯულის და სხვა ეთნოსის წარმომადგენელი ადამიანები არ წარმოადგენდნენ, ესე ვთქვათ, ისეთივე ღირებულების მქონე მატარებელ ადამიანთა ჯგუფს, როგორც თავად ებრაელები წარმოადგენდნენ, თუნდაც ღვთის თვალში. აი თქვენ სახარების მომენტებსაც შეგახსენებთ თუ დამოკიდებულება ქონდათ ებრაელებს სახარებაში თქვა რომელიც ჩანს. მაგალითად იესო ქრისტეს საუბარი სამარტილ დედაკაცთან. აქ რა იკვეთება რომ სამარტილ დედაკაცს უკვირს თუ როგორ შენ იუდეველი ხარ და შენ თხოვმე წყალს, ანუ იმდენად ზიზღი იყო დიდი ებრაელებსა და სამარტილებს შორის, იმდენად დიდი იყო ეს დამოკიდებულება, ამგვარი დამოკიდებულება რომ კაციო წყურვილი ტყდებოდეს ებრაელი ის არ ცხოვდა სამარიტელს რომ წყალი მეწოდებინა და ეს საუბარი ამ დიალოგი სამარიტელ დედაკაცთან აქედანაც ამ ხوز გამოშვივის უფრო მეტიც მოციქულების აზროვნებაშიც, მოციქულების ცნობიერებაშიც მესია და განკაცებული მაცხოვარი და მით უმეტეს ამ მაცხოვნებელი სიტყვის ხადაგება პირველ ეტაპზე საკმაოდ შემოფარგლული არის და საკმაოდ რაღაცა ვიწრო წრეს მოიცავს და მართლაც პირველი ქრისტიანული თემები არიან ებრაული თემები. საქმე მოციქულთა ძალიან კარგად მოგითხრობს როგორ ხდება ტრანსფორმირება აი ამგვარი ვიწრო ეთნიკური სარწმუნოებისა თუნდაც ახალი სარწმუნოების ანუ ქრისტიანობისა როგორ გადის და არვებს ამ ვიწრო ეთნიკურ ჩარჩოებს და რაღაც მაგალითების შემდგომ უკვე მაგრამ ამაზე შემდგომში ველაპარაკებთ თუ რის მერე მოხდა ეს გაფართოება ამ ეთნიკური სარწმუნოებისა მაგრამ მანამდე დამოკიდებულება ებრაელებისა როგორი იყო სხვა ეროვნების მიმართ და სხვა სარწმუნოების მიმართ ჩანს ასევე სახარებაში. მოგესალმებათ ცნობილი ფაქტი, როდესაც მაცხოვარი გამოხრის ადრიდან მოვაჭრეებს და იძახის რომ ეს ადგილი არის სალოცავი ადგილი, ხოლო თქვენ იქცევით ქვაბავაზართაო. მოგესალმებათ ეს ადგილი იყო სტოა, ტაძრის ძველი ათმისეულის სტოა, სადაც მიმდინარეობდა ვაჭრობა სხვა შორის თავიდანვე და ამ სტოაში სადაც ებრაელები არ ლოცულობდნენ, კიდე ხაზ ამას სხვა ლექცია მიცნული გქონდით ამაზე, მაგრამ კიდე მეორე ამას ამ ადგილზე ებრაელების სალოცავი ადგილის არ იყო, არ ლოცულობდნენ. მათი ადგილი იყო სალოცავი შიგნით, ტაძრის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო ვისაც კი შეიძლება აქ ლოცვა, ესენი არიან წარმართები, რომლებსაც აინტერესებს ებრაელი ღმერთი, იახვე და მის თაყვანისმცემლად მათი რელიგიური ცნობის დასაკმაყოფილებლად ეს ადგილი არის, სწორედ სალოცველი ადგილი. სწორედ აქ ებრაელები მართავენ სავაჭრო დახლებს და ამ გაგებით უშლიან ხელს იმ წარმართებს, რომლებითვისაც გათვალისწინებული იყო ეს ადგილი სალოცავად. იესო ქრისტე ამით მართალია მინიშნებას აკეთებს ებრაელი ხალხის მიმართ, რომ იესო ქრისტე მოსული არის და ზოგადად ღმერთის საზრუნავი თვალსაჩინო არ არის მარტო ის რჩეული ხალხი, არამედ ღმერთის თვალსაჩინო საზრუნავი არის სწორედ ყველა ადამიანი წარმართებით მათ შორის, რომლებიც მოდიან და ლოცულობენ მართალია სტოაში, მაგრამ მაინც მოდიან. ანუ ღმერთისთვის ყველა მნიშვნელოვანია და იმ მართლაც ეთნიკური
ვიწროეთნიკური სარწმუნოების მქონე რაც იყო რჩეული ხალხის სარწმუნოება იმ დროსაც კი გათვალისწინებული არის წარმართებისთვის სალოცავი ადგილი. ზოგადად ქრისტე ამაზე მიანიშნებს თან ორჯერვე, როდესაც ერთხელ როცა იწყებს თავის გამომხსნელ მოღვაწეობას მიწაზე 3.5 წლის განმავლობაში დასაწყისში და დასასრულისას ორჯერ აღასრულებს, ანუ ამ სავაჭრო დახლების ესე ვთქვათ და მოვაჭრეების გამოყენებას სტოადან აღასრულებს. ეს იყო მინიშნება ამაზე. მეორე ადგილს ახარებენ სხვა შორის მნიშვნელოვანია და ამ ხრივ თითქოს მოყავთ ეს არგუმენტად სწორედ ოპონენტებს, რომ აი თუ კი ეს ქრისტე ზრუნავს ყველაზე, თქვათ როგორ შეიძლება გავიგოთ ეს ადგილი, თქვათ, როდესაც ლაპარაკობს, რომ გზასა წარმართასა ნუ შეხვალთ, მიხვალთ, ანუ წარმართებთან ნუ მიხვალთ, უცად აგზავნის მოციქულებს წვილ-წვილად საქადაგებლად. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, როდესაც ქრისტეს მისდევს სპირიტუალური დედაკაცი და ეუბნება რომ განუკურნოს ქალიშვილი და ადარებს ამ დედაკაცს, ამ წარმართი იყო ეს დედაკაცი ძაღლს. ეს ადგილიც ასე ვთქვათ ცნობილი არის და ეს არგუმენტი მოყავთ როგორ შეიძლება ვთქვათ თუ ქრისტე არის მოსული ყველასთვის, მაშინ ეს ადგილები როგორ შეიძლება იქნას გაგებული. ძალიან მარტივად ქრისტე ამას აკეთებს არა იმიტომ რომ მათზე ზრუნვა, ანუ წარმართებზე ზრუნვა მის ესე ვთქვათ კომპეტენციის საზღვრებში არ შედის. არა, ეს ისევ და ისევ აკეთებს ამას იმის გამო, რომ მოციქულების, მათ შორის მოციქულების, იმიტომ რომ მოციქულების გასაგუნად იყო ნათქვამი ეს რა თქმა უნდა რა. აზროვნება ისევ და ისევ არის ის ძველახმისეული, იუდაური აზროვნება, რომელთათვისაც დაუშვებელი არის ვთქვათ მესიის ზრუნვა წარმართებზე ვთქვათ. თუნდაც ის ფრაგმენტი, როდესაც მაცხოვარი ესაუბრება სამად დედაკაცს, მოციქულები დაბრუნდებიან ქალაქიდან, გაკვირვებულები არიან, რას ელაპარაკებენ ეტაო ჩვენი მოძღვარიო ამ დედაკაცო. ანუ მათი ეს გაკვირვება ცოტა ესე ვთქვათ გაბრაზებაც კი არის. ამ დაგებით რომ ანუ როგორ იკადრა და ესაუბრა სამად დედაკაცო. ანუ მაცხოვარი ითვალისწინებს თავისი მოციქულების აზროვნებას, ჯერ კიდევ ამგვარ აზროვნებას და სწორედ ამიტომ ამბობს აი ამ სიტყვებს ერთის მხრივ წარმართ დედაკაცზე და შედეგი სულ სხვა არის. ფაქტი რომ განკურნავს მაცხოვარი ამ დედაკაცის ქალიშვილს. ეს ფაქტი არის, ხო? ეგ ერთი მომენტი, ხოლო მეორე მომენტი, როდესაც მისი გამომხსნელი მოღვაწეობის დასაწყისში აგზავნის წვილ-წვილად მოციქულებს, რომ რჩეული ხალხი, ანუ ებრაელ საზოგადოებას გაიგოს, გაიგოს ის სასიხარულო ამბავი, რომ მესია მოვიდა და გამოხსნა უკვე აქვე არის, ხო? ესეც განპირობებულია იმის გამო, რომ რა თქმა უნდა, ჯერ იმ ხალხმა უნდა გაიგოს ამ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რომლის ესე ვთქვათ ისტორიული წარსული მეტყველებს იმაზე და გამოცდილება რომ ამ ხალხს გააშთა სწორი ადეკვატური მოლოდინი თუნდაც მესიისა და სწორი თაყვანისცემა ღვთისა. შემთხვევითი ხომ არ არის რომ სწორედ ამ ხალხში განკაცდა მაცხოვარი, ანუ ღმერთი. იმიტომ განკაცდა ამ ხალხში, რომ ამ ხალხს ჰქონდა მოლოდინი ამ ხსნელისა და არა თქვათ სხვას. ან ქართველებს, ან სომხებს, ან ფრანგებს თუნდაც, ხო? იმიტომაც განკაცდა მაცხოვარი ამ ხალხში. აი, სწორედ ვინც ელოდებოდა, სწორედ აი ამ ჯერ უნდა იხაროს ეს ხალხი, ხო შუას პავლე მოციქულიც იგივე ამბობს თავის ეპისტოლეში, ამბობს, რომ თუ ცხონება არის, ჯერ იუდეური ცხონდა და მე სხვაო. ეს ფაქტია, იმიტომ რატომ? იმიტომ ჩვენ ყველანი იგივე პავლე მოციქულს დამხნობილი ვართო იმ ხეზეო, რასაც ქვია იუდეური ხეა რა და თუკიო დაუკვირდითო, თუ კი ღმერთმა მოკვეთაო ის ხე, რომელზეც დაყრდნობილი ვარ ჩვენაო. ასე დასაჯაო, იმის გამო რომ არ იცნეს არა ეს იესო ქრისტე, ჩვენ დამყნობილებსო, რას გვიზავსო. ანუ თუ კი ცხონება არის, რა თქმა უნდა იყოს ცხონება იმ ადამიანებისა, იმ ადამიანის ჯგუფისა თუ გნებავს, რომლებსაც თავისი მთელი ისტორიული გამოცდილება არის მათი სწორი
ადეკვატური თაყვანისცემა ჭეშმარიტი ერთი ღვთისა. მაგრამ ამ სიტყვებში რა თქმა უნდა არ არის ნათქვამი ის რომ თქვათ სხვას ეს აღარ ეღირსება. პირიქით მათ ეს სახარება სწორედ ამით თავდება, როცა იძახის მაცხოვარი და პირდაპირ ინსტრუქციას აძლევს რომ წარვედით და მოიმოწაფენით რა. ყველაო ფაქტია რომ ესე თავდება. ანუ ეს იყო რა თქმა უნდა ებრაული ეთნიკური ესე ვთქვათ აზროვნების მაინც ამგვარი ვთქვათ გავლენა ერთგვარი, მაგრამ როდის დადგა მართლაც თუნდაც მოციქულების აზროვნებაში ის ზღვარგამყოფი ესე ვთქვათ მომენტი, როდესაც მოციქულები მართლა მიხვდნენ რომ ეს არ არის ვიწრო ეთნიკური სარწმუნოება, ქრისტიანობა, რაც იყო ძველი აღთქმა თუნდაც და ეს სარწმუნოება მართლაც უნივერსალურია და ყველას ეკუთვნის, იმიტომ იესო ქრისტე მართლაც ყველასთვის განკაცდა და ყველას ხსნელი არის და ყველა გამოიხსნა. ამაზე ლუკა მახარებელი მოგვითხრობს სწორედ თავის საქმე მოციქულთაში, ეს უნიკალური წიგნია მართლაც და ლუკა მახარებელიც თავისთავად უნიკალური პირველი ქრისტიანული ისტორიკოსია ქრისტიანული ეკლესიისა ნამდვილად. მას უნიკალური ფაქტები მოყავს და უტყუარი ფაქტები თავის აი ამ საქმე მოციქულთაში ნამდვილად. რა მომენტი არის ეს? ეს არის, როდესაც მოციქულები ნათლავენ წარმართებს პირველად, ესე ვთქვათ, პირველ ქრისტიანთა ისტორიაში. ეს იყო ერთი შემთხვევა საჭურისის, ეთიოპიის საჭურის ნათლობა იყო ერთი შემთხვევა და რაც მთავარია უკვე მასობრივი, შედარებით მასობრივი შემთხვევა, როდესაც მოხდა, ეს იყო კორნელიოს ცენტურიონის, ანუ ასისთავის ოჯახობის და მის პირადად მისი ნათლობა. და როგორ მოხდა ეს ნათლობა, ეს თავისთავად ძალიან საინტერესო არის. დაუკვირდით, კორნელიოსი როგორც ჩანს, პოზელიტი იყო, ისე როგორც ეთიოპიის საჭურის, ანუ ესენი იყვნენ წარმართები მართალია, მაგრამ მათ სწამდათ ებრაული ღმერთისა. საიდან ჩანს რომ სწამდათ? იქიდან ჩანს რომ იგივე ეთიოპიელი საჭურის შემთხვევაში ის ბრუნდებოდა იერუსალიმიდან, სადაც მოილოცა იერუსალიმის ტაძარი. რა მოილოცა? რა თქმა უნდა ის ტოა, სადაც შეეძლოთ მათ ლოცვა. სადაც იყო ეს ვაჭრობა და ის კითხულობდაო ესაია წესატყუილის სიქსო. აი აქედან ჩანს რომ მართლა მისი ცნობიერება არის დაკავებული და მთელი წმენა სწორედ ებრაული ღვთის მიმართ. ეს ერთი. ეხლა საიდან ჩანს კორნელიოსის, ცენტურიონ კორნელიოსის ესე თქვა პროზელიტიზმი. სხვა შორის ის გარნიზონები და ასეულები, რაც განლაგებული იყო პალესტინაში, მისი მეთაურები ატომღაც სხვა შორის ებრაული ღმერთის მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილები იყვნენ ხოლმე. ყველა ცხადი არა, მაგრამ აი მაგალითად სახარებაში ჩვენ ხვდება კიდევ ერთი პოზელიტი ასისთავის ისტორია, როცა მისი მონის განკურნებას თხოვს მაცხოვარს, ახსოვთ? როდესაც უხუცესები მიუგზავნა იესო ქრისტეს და ის უხუცესები ეხვეწებიან ქრისტეს რომ ეკუთვნისო, კაი კაცი არისო, მანო ჩვენო სინაგოგა აგვიშენაო. ცხადია ხა თუ კი არ წამდა იმეთის, არ წაუშენდა სინაგოგას. ხოლო კორნელიოსის შემთხვევაში სად ჩანს, რომ პირდაპირ წერს ლუკა მახარებელი რომ გამოეცხადა უფლის ანგელოზი და ეუბნება რომ შესმენილია კორნელიოს შენი ლოცვა ღვთის წინაშე და კეთილი საქმეებიო. ფაქტია, ეს წერია. და რა მოხდა? ეს არკმარა კიდევ ეს თქვა ეს ფაქტები რომ დამდგარიყო ეს მოციქულების და ზოგადად პირველ ქრისტიანთა საზოგადოებაში რომ მართლაც ეს არის უნივერსალური სარწმუნოება ქრისტიანობა. საჩანს და იგივე კორნელიოს ნათლობის დროს, როდესაც პეტრე მიუხედავად იმისა რომ ჩვენება იხილა პეტრე მოციქულმა, მიუხედავად იმისა რომ სული წინა მუთხა რომ კორნელიოსის გამოგზავნილი კაცები არიან ჩემგან გამოგზავნილი, მაინც ის ცოტა უნდობლურად იქცევა და მოწმეები მიყავს კორნელიუსის სახლში, იმიტომ რომ მართლმორწმუნე ებრაელისთვის და მართალია პეტრე უკვე აღარ არის ის ძველახმისეული ებრაელი, მაგრამ საზოგადოებისთვის ის მაინც ასე ითვლება, დაუშვებელია, ყოლა დაუშვებელია რომ ის მივიდეს წარმართის სახლში და მით უმეტეს გატეხოს პური და ჭამოს მასთან ერთად. გამორიცხულია, მაგრამ რა ხან კიდევ ჩვენება ნახავთ ისა
რახან სულიწმინდა უთხრა რომ ეს ადამიანები ჩემი გამოვლენილი მაინც იძულებულია წავიდეს და მიყავს მოწმეები. იმიტომ რომ მე არ თქვას იმ თემმა საძმო რომ როგორ გაბედე და წახვედი წარმართ ადამიანის სახლში. მიყავს მოწმეები, რამდენიმე ადამიანი მიყავს თან ამ კორნელიუსის სახლში, ანუ ის მარტო არ გაყვება მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ჩვენებას და ბრძანებაც უშუალოდ ქონდა მას მიღებული ხისგან. და რა ხდება? ხდება კორნელიუსის ოჯახში უპრეცედენტო შემთხვევა ქრისტიანობის ისტორიაში. აი პირდაპირ ესეც ღვთის დაშვებით და ღვთის ჩვენებით იმისთვის რომ დაინახოს ამ ქრისტიანულ ებრაულმა თემმა რომ ქრისტე არა ის მოსული მარტო ებრაელთათვის. კიდევ მეორე უპრეცედენტო შემთხვევა ხდება ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის განმავლობაში. რა ხდება რომ უდესაც დაამთავრებს ქადაგებას პეტრე მოციქული კორნელიუსის სახლში, რომელიც გამზადებული სიხარული მთელი ოჯახობით ხდება ამ მოციქულს იმისთვის რომ გაიგოს მაცხონებელი მოძღვრება, რომ დაამთავრებული თუ არ ქონდა სიტყვა პეტრე მოციქულს ამ სარწმუნოებაზე, მათზე კორნელიუსზე და მის ოჯახის ყველა წევრებზე გარდამოვიდა სულიწმინდა. პირდაპირ ხილული სახით მათზე. ეს უპრეცედენტო მოვლენა იმიტომ არის რომ როგორც წესი ჯერ ნათელს იღებდნენ, ანუ ნათლავდნენ წყლითა და მერე ხდებოდა სულიწმინდის გარდამოსვლა მაშინ ხილული სახითაც. ასე იყო. დღესაც ესე არის, ჯერ ნათლებას წყლით, ხოლო მერე ხდება მირონცხება, ხო მართალია რა, ბეჭედი მონჯებულა სულიწმინდისა მიერ, ეს იგივე სულიწმინდის გარდამოსვლა, უბრალოდ მაშინ ხდებოდა ეს ხილული სახით. გაოგნებული არის პეტრე და მისი თანხმლები პირები და ერთმანეთს ეკითხება რომ ეს მოვლენა დაინახეს, რომ სულწმინდა მიიღეს, ამ წარმართებმა მიიღეს, ნათლობის გარეშე მიიღეს, ეს ხდება? და ეკითხებიან ერთმანეთს, შეიძლება ეთქვას, პეტრე ამბობს, რომ რაღა გვაყენებს, რომ ეხლა ესენი არ მონათლოთო. ანუ ისინი არ უნდა რომ ნათლობა საჭირო არ არის, ამას არ ამობენ ცხადია, მაგრამ რაღა გვაბკოლებსო ეხლაო რა, იმიტომ რომ თურმე პეტრე მოსული კი იყო აქ მათ რო უხადაგოს, რახან დავალება ქონდა მას მისცემული ხმისგან, მაგრამ სულაც არ აპირებდა პეტრე, რომ ისინი მოინათლა თქვა. იმიტომ ეს რაღაცა აბკოლებდა, ეთქო რაღაცა ის სტერეოტიპები, ის აზროვნება, ის ებრაული ცნობიერებაც მას გააჩნდა. ის კი აბკოლებდა ეს, რომ და ეს სიტყვები რომ ეხლა რაღა გვაბკოლებს, რომ მოუნათლო თუ არა, ახან სულწმინდა მიიღესო. ჩანს იმას მეტყოლებს რომ ესე იგი ღმერთმა ისე მოაწყო, ისე დაანახა, სწორედ მათ ეს სულწმინდის გარდამოსვლამაზე რომ დაენახათ პირველ ქრისტიანულ ებრაულ საზოგადოებას, რომ თურმე იესო ქრისტე ან ღმერთი ყველაზე ზრუნავს, წარმართებზე ზრუნავს, უფრო მეტიც და მონათლეს ხადია კორნელიუსის ოჯახი. აი ამის შემდგომ პეტრეს უწყობენ ერთგვარ სასამართლოს საძმო, ის მოციქულები, სხვა მოციქულები, გარჩევა ხდება ამ საქმის და პეტრე ერთგვარ იმართლებს ერთგვარ თავს, რომ ჩვენ რა გვექნაო და აი აქ გამოადგება ის მოწმეები, რომ წაიყვანა ის წინდახედული საქციელებს პეტრემ გააკეთა ის მოწმეები, სწორედ ამოწმებენ ამაზე, რომ მართლაც ასე იყო. გესმით, რომ თურმე და უკვირთ მე რომ თურმე ღმერთმა წარმართებსაც კი მოხედაო. სწორედ საქმე მოციქულთას ეს თავი, მეტე თავი არის პირველ ნაწილი, არის სწორედ ის ზღვარგამყოფი ნიშნული, რომლის შემდგომაც უკვე სამისიონერო მოგზაურობები იწყება უკვე წარმართებში. აი ამის შემდგომ უკვე ხდება იგივე პეტრეს, პავლეს და ბარნაბას პირველი სამისიონერო მოგზაურობა, იგივე სხვა მოციქულებს, აი ამ მოვლენის, ანუ კორნელიუსის ნათლისღება და სულწმინდის მიღება არის ის ზღვარგამყოფი ნიშნული, რომლის შემდეგაც ქრისტიანული ეკლესია გადის უკვე აშკარად უკვე და უკვე მასიურად მართლაც ხალხში, წარმართებში და იწყებს მათ მონათლობას და აი ამის შემდგომ ხდება ქრისტიანობა, სწორედ უნივერსალური სარწმუნოება ყველასთვის. პავლე მოციქული ამბობს, რომ აღარ არის უკვე არც იუდეველი, აღარც ელინი, აღარც სკვითი, აღარც მონა, აღარც თავისუფალი, ამით ყველანი ერთი არის ქრისტე იესოშიო. აი ამის განხორციელება, ამისი უკვე რეალიზება საქმეში სწორედ იწყება აი ამ
მომენტიდან მანამდე ქრისტიანობა ისე როგორც იუდაიზმი იყო ვიწრო ეთნიკური რაღაცა ჯგუფის მატარებელი სარწმუნოება და სხვა შორის ქრისტიანობას იგივე იმ საუკუნეებში აი ამის შემდგომაც ნუცა უკვე მიიღეს ბევრი მონათლის უკვე წარმართიც მაინც შეექმნა პრობლემები თუნდაც პირველი მოციქულთა კრებაც სწორედ ამაზე იყო აგებული და ამით იყო გამერებული რომ უნდა წინა დაიცვეთოს თუ არა წარმართმა ისევე როგორც ასეთილი არის წინ იუდეველი რომ გახდეს ქრისტიანი პირველი მოციქულთა კრების აი ამგვარი ისე თქვა შეკრების და გადაწყვეტის და მსჯელობის საკითხისო ეს თემატიკა იყო იმიტომ როგორც ჩანს მართალია ეს კორნელიუსის შემთხვევა იყო და ამის შემდგომ მიიღეს რომ წარმართებით შეიძლება მოინათლნენ ქრისტე იესოს სახელით არა მაგრამ ეს ებრაული ცნობიერება და უნარჩვევები მაინც როგორც ჩანს ებრაელობიდან მოსულ ქრისტიანებს მაინც ეს ნაციონალური ესე ვთქვათ სიამაყე გამოყვათ მაინც შეიძლება ითქვას ამ გაგებით და თვლიდნენ ისინი რომ წარმართებმაც უნდა წინა დაიცვეთონ რომ ახდნენ ქრისტიანი მაგრამ აი ამ მოციქულთა კრებამ ეს საკითხი დაარეგულირა და წარმართების ვალდებულება აი ამისგან ანუ არ გახადა ვალდებული წარმართები რომ წინ დაეცვეთათ გამხდარდნენ ქრისტიანები ეს არის მოკლე ექსკურსი თუ როგორ დაძლია ქრისტიანობამ და როგორ გახდა ეს უნივერსალური სარწმუნოება ყველასთვის და ამის შემდგომ მართლაც ქრისტიანობა ძალიან ძლევა შემოსილი ისე ვთქვათ ნაბიჯებით მიიწევს წინ იგივე პავლე მოციქულის მოღვაწეობა ამის დასტურია და მეტყველი არის თუ ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო პავლე მოციქულმა შეიძლება ითქვას თუმცა პრინციპი ის ქადაგების ამგვარი არის რომ ის მიდის ჯერ ებრაელებთან მათ უქადაგებს ქრისტეს სინაგოგებში ყველგან ცირე აზია იქნება თუ ევროპა იქნება და რომი მათ შორის და მერე მიდის მიუხედავად შედეგისა იქ მიიღებენ თუ არ მიიღებენ მიდის წარმართებთან ჯერ იუდეველი მერე წარმართი ეს პავლე მოციქულის ამგვარი დამოკიდებული პავლე მოციქულისა დაცული არის ეს პარიტეტი შეიძლება ითქვას შემდგომი ეტაპი ესე ვთქვათ ქრისტიანული ცნობიერებისა და ზოგადად ეთნიკური ანუ ნაციონალური დამოკიდებულებისა სხვაგვარად წარიმართა მართალია ერთი რომის იმპერიის ფარგლებში ეს ნაციონალური ანუ ეთნიკური დამოკიდებულება ნაკლებად ჩანდა სანამ იყო ეს რომის იმპერია იმიტომ რომ მოგესალმებათ იგივე კონსტანტინე დიდის პერიოდში რომის იმპერიის ფარგლებში 100-ზე მეტი ავტოკეფალური ეკლესია არსებობდა რომლებიც მოწყობილი იყო არა ეთნიკური პრინციპით, არამედ რეგიონალური პრინციპით შეიძლება ითქვას. იგივე იმპერიის დაყოფის, ანუ დიოცეზების თუ კიდე პატარა-პატარა ოლქების დაყოფის პრინციპით იყო მოწყობილი. ხაზს რომ არა ეთნიკური პრინციპით, არამედ რეგიონალური პრინციპით დაყოფილი იყო. ხოლო შემდგომში მე-5 საუკუნეში, მე-6 საუკუნეში თუ ეს გამსხვილდა ეს ერთეულები და იგივე რომის იმპერიის ფარგლებში მოგესალმებათ იყო 5 საპატრიარქო დაახლოებით ჩამოყალიბებულია რა. რა თქმა უნდა, აქაც არ იყო გათვალისწინებული ეთნიკური პრინციპი. ზოგადად ნებისმიერი ეკლესიის ჩამოყალიბება და არსებობა დამყარებული არის, ესე ვთქვათ, არა ეთნიკურ პრინციპზე, ვთქვათ, თუნდაც საქართველოს ეკლესია არა ეს არის არა ვთქვათ ქართველთა მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ ქართული ეკლესია, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, ანუ არა ეთნიკურ პრინციპზე დამოკიდებული, დამყარებული, არამედ რეგიონალურ, ანუ სახელმწიფო, დღეს უკვე სახელმწიფოებრივ პრინციპზე არის ასახული დამოკიდებული, რა თქმა უნდა. და ეს სხვა შორის დაცული იყო მეტნაკლებად და მეტნაკლებად ამგვარად ვითარდებოდა, თუმცაღა ცხადია, თუმცაღა ეთნიკური მომენტი არ იყო გამორიცხული და ეთნიკური სტერეოტიპები, ეთნიკური თქვათ განსაკუთრებულების ნიშნები შემოდიოდა სხვადასხვა ერში, თქვათ იგივე ბერძნებში, თუ გნებავთ, იგივე რუსებში, იგივე რა თქმა უნდა ქართველებშიცაც ეს მომენტები რა თქმა უნდა თავის ასახვას პოვებდა, მაგრამ სწორედ ამგვარი ესე ვთქვათ უნივერსალურობისგან რაღაცა ექსკლუზიური უფლების მონიჭების მცდელობა, რომელიმე ერის მიმართ, რა ეს ყოფის იყო დამახასიათებელი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი გლობალური რომის მონოლითური იმპერია დაიშალა.
კიდევ უფრო მეტად გაშდა ეს ამგვარი ეთნიკური მომენტები თქვათ სარწმუნოებაში, ქრისტიანობის სარწმუნოებაში, როდესაც იგივე ბიზანტიის იმპერიაც დაიშალა და ამას თავის მიზნებს გააჩნდა, რატომაც გაჩნდა, იმიტომ რომ თქვათ ბერძნებს შეტო გაჩნდა, იმიტომ რომ თქვათ თურქული თქვათ აგრესია და ოკუპაციამ შეუწყო ხელი თქვათ ამ მომენტების რაღაცა გაღვივებას და ეთნიკურების თქვათ რაღაცნაირად წინ წამოწევას თქვათ სარწმუნოებასთან ერთად საქართველოს შემთხვევაშიც რა იგივე ჩვენი ქვეყანა ძალიან ამის შემდგომ მით უმეტეს როცა ბიზანტიის იმპერია დაეცა ძალიან გაუსაძლის მტკნარ გარემოში აღმოჩნდა თქვათ და აქაც რაღაც ეთნიკური თქვათ მომენტი რაღაცნაირად წინ წამოიწია განსაკუთრებულად მაშინ როდესაც მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეში როდესაც ფაქტობრივად ჩვენი სახელმწიფოებრიობა მე-19 გაუქმებულია კიდე სახელმწიფოებრიობა და მე-17, მე-18 საუკუნეში ექსპანსია ხდებოდა როგორც თქვათ ისლამის ასევე სხვა ეკლესიებისა თქვათ ჩვენს რეგიონში და ქართველი ამგვარი გაგებით ქართველი იდენტობა ქართველის და თავის ნაციონალობასთან შეინარჩუნა მან ვინც იყო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ხო თუ იგივე ეთნიკურად ქართველი თუ კი გახდებოდა სომხური ეკლესიის წევრი ის გახდებოდა ქართველისთვის სხვა ქართველისთვის სომეხი თქვათ თუ ის ქართველი ეთნიკურად ქართველი გახდებოდა თქვათ კათოლიკე ის გახდებოდა ქართველისთვის თქვათ ფრანგი თქვათ გაფრანგდაო გასომხდაო თუ გახდებოდა ისლამს თუ მიიღებდა ის გათათრდა ანუ სხვა ქართველისთვის ამიტომ ეთნიკურობამ რაღაცნაირად გადაჭაჭვა მოახდინა სარწმუნოებასთან, სარწმუნოებრივ იდენტობასთან და პირიქით პროცესებიც იყო თქვა ჩვენს ისტორიაში, თქვა ვინც გახდებოდა თქვა ამ სარწმუნოების მატარებელი ის ქართველდებოდა, მაგალითად აბო ქართველი მაგალითად პირველი მოწამე რაჟდენი თქვა მაგალითად წეთელია რა, ანუ სპარსელი იგივე თქვა. ანუ ქართველის ცნობიერებისთვის ეს იყო ქართველი თქვა. ხო, იგივე აბო იგივე რაჟდენი თქვა, იგივე ევსტატე იგივე წეთელი თქვა და რა. მაგრამ ამ გარეგნულმა თქვა ეს პოლიტიკური იქნება თუ ეკონომიკური თუ ვითარების გაუარესება ცხადია ეს გამოკიდება ეთნიკურობაზე და რაღაცა განსაკუთრებული ექსკლუზიური მომენტების მინიჭებისა, რა თქმა უნდა, არამარტო ქართველებში, არამედ ყველა ესე ვთქვათ ერებში, ვინც განიცდიდა ესე ვთქვათ რაღაცა ჩაგვრას თუ უძლურებას გარემო პირობებისგან, ან კიდევ პირიქით გააჩნდა ამბიციო დამოკიდებულება, ვთქვათ, მაგალითად როგორც რუსებს ის სხვა დამოკიდებულება იყო, ამბიციაზე აგებული დამოკიდებულება და იყენებდა ქრისტიანობას ხო ამ ამბიციების სარეალიზაციოდ, ვთქვათ, რაც დღესაც ხდება ხოლმე მეტაკლებად რა, ხო მართალია რა. ანუ მიზეზები აი ამ იმპერიების რომის, ჯერმენი ბიზანტიის იმპერიის დაშლისა თქვა და აი ამ საპატრიარქოების ცალ-ცალკე თავის ბედიღბალზე მინდობის შემდგომ არა უკვე იგივე ჩვენ შემთხვევაშიც და სხვა შემთხვევაშიც უკვე ამ უკვე რეგიონალურ სახელმწიფოებრივ მოწყობას ნელ-ნელა რაღაცნაირად ეთნიკური ელფერი ეძლევა, ეთნიკური ესე ვთქვათ აზროვნების ჩანაცვლება ხდება ქრისტიანობაში. კლასიკურად ამგვარი დამოკიდებულება რომ ესე ვთქვათ დააყენოს ქრისტიანობაში ეთნიკური წინ და შემდგომ ქრისტიანული ამაზე ყველაზე კაფიო ყველაზე ესეთი პროტესტი გამოიწვა მე-19 საუკუნის ბოლოს შეიძლება ითქვას 1872 წელს შედგა კონსტანტინოპოლის ადგილობრივი კრება, რომელმაც დაგმო ამგვარ დამოკიდებულება. ოღონდ აქაც ძალიან მიკერძოებული დამოკიდებულება იყო, იმიტომ რომ ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალიას ეხებოდა ეს პრობლემატიკა, რომელმაც მოინდომა იგივე სახელმწიფოებრივ ერთეულის პირობებში ქონდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და ეს აი ამ მოთხოვნამ ეთნიკურ ბულგარელების ეკლესიის ამგვარმა ასე ვთქვათ ინიციატივამ გაანაწყენა კონსტანტინოპოლის ხატია და ამას მიუძღვნა კრება და აი ამ ესე ვთქვათ ამგვარი დამოკიდებულება რომ ეთნიკური პრინციპიდან გამომდინარე ესე ვთქვათ შენ გინდა რომ ავტოკეფალია მიიღო აი ამგვარ მისწრაფებას დაერქვა ეთნოფილეტიზმი ანუ ეთნიკურობის სიყვარული თუ უფრო მოწონება ანუ და
ეს აი ამ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე ძალიან გვიან არის, ხო, 1800 წელი არის უკვე დაიგმო და გამოცხადდა ერესად. მაგრამ კიდე გეუბნები ამ მდგომარეობას არა ამ დეფინიციას ეს ერესია უკვე ვერაფერი საგებდება ვერ მოუტანა ანუ ამ ადგილობრივი ეკლესიის კრების ამაგინებას დღევანდელი არსებული რეალობა ფაქტიურად არის ქაოტური. კი, საეკლესიო კანონიკური სამართლის მიხედვით ეკლესიები, ადგილობრივი ეკლესიები მოწყობილი არის და უნდა მოწყობილი იყოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ პრინციპით. ეს ფაქტი არის. მაგრამ იგივე მე-20 საუკუნის პრობლემატიკა, იგივე 21 საუკუნის პრობლემატიკა მეტყოლებს იმაზე, რომ ამგვარი მოწყობა ბოლომდე მთლად არ ამართლებს. ესეც ფაქტია, იმიტომ რომ დღეს თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული დიასპორები და არა მარტო იქ, ზოგადად დიასპორის ფენომენი, რაც უკვე დღეს სამყაროში არსებობს, არა, გასაგებად მე-20 საუკუნიდან გამომდინარე მოვლენების შედეგად. აი ამგვარ ტერიტორიულ ზოგადად პრინციპის მიხედვით, რა თქმა უნდა, მაშინ ანომალია, რაც არსებობს დღეს იგივე ამერიკის სახელმწიფოში, დიასპორები ყველა ეკლესიას, ანტიოქია იქნება, ელადა იქნება, კონსტანტინოპოლი იქნება, თუ სხვა და სხვა, ალესანდრია აქვს თავისი დიასპორული ეკლესიებიაც პრინციპში ეწინააღმდეგება, იმიტომ ეს ეპარქიები ფაქტიურად ჩამოყალიბებული არის არა ადგილობრივ სახელმწიფოებრივ ტერიტორიულ მოწყობის პრინციპით, არამედ დიასპორული პრინციპით და ანუ ეთნიკური პრინციპით, რაც კონსტანტინოპოლის კრება მე-19 საუკუნეში გამოაცხადა ეთნოფილეტიზმად. მაგრამ კიდევ ეს რეალობაც არის და სხვა შორის მერვე მსოფლიო კრების მოწვევის ინიციატორები, ვინც უკვე 30 წელი ამის თქვათ მზადება არის და საკითხების განხილვა არის, ერთ-ერთი საკითხიც, სწორედ 10 პუნქტიან მოთხოვნებში არის დიასპორის საკითხი, რომ რამდენად დარეგულირდეს. რა თქმა უნდა, ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს ყველა დიასპორა დაქვემდებარებულიყო ამერიკაში მოგხსენებათ არის ამერიკის ავტოკეფალური ეკლესია. ამ ეკლესიას უნდა ლოგიკური არის, იმიტომ რომ სახელმწიფო ამ ეკლესიის ფარგლებში მდებარეობს და ლოგიკური იქნება, რომ ეს დიასპორები დაქვემდებარებული ყოფილიყო ამერიკის ავტოკეფალური ეკლესიას, მაგრამ კიდევ რეალობა სხვა არის და მოწყობილია ეს ყველა ეპარქია ეთნიკური, ანუ დიასპორული პრინციპის მიხედვით. ანუ კიდევ ეს არ არის დაძლეული, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ერთი პრობლემა არის, მაგრამ ანუ ეკლესიის მოწყობა, თქვა, და რომელიც ქაოტურია დღეს და ელოდება მერე მსოფლიო კრების, თქვა, რეგულაციას, მაგრამ არის კიდე სხვაგვარი პრობლემები, რა თქმა უნდა, ეკლესიის წიაღში, რომელიც თვითონ მართალია შეიძლება მოწყობილი იყოს რეგიონალური, ანუ სახელმწიფოებრივი, თქვა, პრინციპით, მაგრამ აი ამ ეკლესიაში ხდება გაღვივება თუ გნებავთ, დავარქვათ, თუ როცა ფსევდო პატრიოტული თემატიკის ჩანაცვლება თუ არა პარალელურ რეჟიმში მიწოდება საკუთარი მრევლის მიმართ ქრისტიანულ ფასეულობებთან. ანუ რა, რომ ამ ქრისტიანული სწავლების გვერდზე ხდება რომელიმე ეთნოსის რაღაცნაირი წინ წამოწევა, რაღაცნაირი პრივილეგირება და რაღაცა მითები შექმნა იმაზე, რომ თქვათ რაღაცა რომელიმე ერი განსაკუთრებული არის ღვთის წინაშე. როგორც კი ამგვარი ფრაზა ქრისტიანულ ეკლესიაში, რომელიც არის უნივერსალური სარწმუნოება ყველასთვის, ყველაზე არანაციონალური, არაეთნიკური სარწმუნოება არის დედამიწის ზურგზე ქრისტიანობა. აი ამ ეკლესიაში გაისმება, რომ რომელიმე ერი არის განსაკუთრებული ღვთის თვალში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკლესია მოწყობილი არა ეთნიკური, არამედ რაღაცა რეგიონალური და სახელმწიფო პრინციპით, არა, მიუხედავად ამისა, ეს არის, რა თქმა უნდა, არასწორი და ერესის ნიშნების მატარებელი არის. სამწუხაროდ, აი ამგვარი ნიშნებისგან არ არის თავისუფალი არც საქართველოს ეკლესია და არც სხვა ეკლესიები, თქვათ, რომელიც მოწყობილი არის მართალია რეგიონალური პრინციპით, მაგრამ მასა, ეთნიკური მასა მაინც არის რაღაცნაირად
დომინანტი ერი თქვა. ეს იქნება სერბეთი, იქნება რუსეთი, იქნება თუნდაც ბერძნების, ანუ ელადის ეკლესია იქნება. არ არის აი ამგვარი ესე ვთქვათ როგორც ძველახმისეულ ებრაელებს გააშა დამოკიდებულება რჩეული ხალხისა, ასეთი დამოკიდებულების შემოტანა დღეს ჩვენს ქრისტიანულ ეკლესიაში, რა თქმა უნდა, დაუშვებელი არის და მე თქვენის ნებართვით მოვიყვან ამდენიმე მაგალითს თუნდაც ქართული რეალობიდან, რომელიც ეთნოფილეტიზმის ნიშნებს შეიცავს. შეიძლება ბევრი არის, მაგრამ მე ყველაზე მკაფიოდ გამოხატულ მაგალითებს მოვიყვან თქვენის ნებართვით. ამგვარი არის ის მტკიცება და ესე ვთქვათ, ამაზე ნერე რაღაც თეორიების აგება, რაც არის, რომ საქართველოს ეს არის მაინც და მაინც ექსკლუზიურად ღვთისმშობლის კურთხეული თუ წინაყარი მიწა. გასაგებია, რომ ეს ისტორია წილის ყრაზე ეს არის აპოკრიფული თხრობა და არ შეესაბამება ვთქვათ, ესე ვთქვათ, და არ მოიპოვება ვთქვათ ეს და არ პოებს დაღნობას წმინდა წელში. ამგვარი გასაგებია, რომ ეს შეწმანებული აპოკრიფი არის ეკლესიის მიერ, მაგრამ ამ დებულების, ანუ ღვთისმშობლის ექსკლუზიური, ესე ვთქვათ, უფლებებისა, ვთქვათ, საქართველოსზე, ანუ მიწაზე დამოკიდებულების სწორედ ეთნიკური კუთხით გაღვივება, რომ რახან ღვთისმშობელი არის ჩვენი ქვეყნის, ესე ვთქვათ, ახალ ღვთისმშობელს შეხვდა ჩვენი ქვეყანა წილში, ესე ვთქვათ, მათ აქვე ეხადაგა, ეს ჩვენ ქართველებს გვაძლევს რაღაცნაირ პრივილეგიას, ან უკეთეს მდგომარეობას ღვთის თვალში, ან ღვთისმშობლის თვალში. სწორედ ამგვარად რომ არის გაგებული ეს თხრობა თავისთავად ნეიტრალური არის, მაგრამ აი ამ თხრობიდან გამომდინარე, რომ ვიღაცეები აკეთებენ ცრუ, არასწორ, არაქრისტიანულ დასკვნებს, იქიდან ჩანს, რომ ესე იგი თურმე ჩვენ რახან ვართ ესე იგი წიმლაყარი და ჩვენი ხვედრი არის, ჩვენი მიწის ხვედრი არის ღვთისმშობლის, ესე ვთქვათ, ღვთისმშობელი ჩვენი მიწისა, ანუ შეხვდა წილაკა რა, ჩვენ რაღაცნაირ, ესე ვთქვათ, ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ აი ჩვენ გვიფარავთ ღვთისმშობელი, ჩვენ რაცა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ მაინც დაგვიფარავს ღვთისმშობელი და რაც თავარია, რაცა უნდა რომ გავაკეთოთ და მაინც ესე იგი რაცა უნდა გაკეთებაში გულისხმობ სული ცხადია, ხო? თორე კარგზე რა დაბრაკი. მაინც ვიქნებით პრივილეგირებული სხვა ერთთან მიმართებაში. და ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ამგვარი გაგება, ამგვარი მიდგომა უკვე არაქრისტიანული არის. არაქრისტიანულია, ქრისტე გვერდზე რჩება, გესმით რა ხდება შესაძლოა. და ხელში რჩება მარტო ლეგენდები, გესმით, ქრისტიანობაზე. და ლეგენდებს არ შეუძლია ცხონება ჩვენი. ქრისტე რჩება განზე. იმიტომ რომელ ექსკლუზიურობაზე არის? რომელ ესე ვთქვათ, ღვთისმშობლის განსაკუთრებულ პატრონაჟზეა საუბარი, მითხარით, თუ კი თქვა როგორ, ეხლა თუ კი ჩუქჩა ვიღაცა ვთქვათ, თუ კი ვიღაცა ვთქვათ ყაზახი ვთქვათ, ადამიანი იქნება კაი ქრისტიანი და ექნება სასწოება ღვთისმშობლისა ვთქვათ, როგორ გონიათ ის არ იქნება ღვთისმშობლის კალთის ქვეშ და ჩვენ ვიქნებით, გვექნება სასწოება თუ არ იქნება სასწოება, თუ ცალფეხი კიდია, სარწმუნოებად ვარ კიდია ვთქვათ, არა, მაინც ახან წილხვედრია, ჩვენ უპირატესი ვიქნებით იმ ხალხზე, ვისაც თქვა, აქვს სასწოება, მაგრამ წილხვედრი მიწის შვილები არ არიან, თქვა. რა სისულელია, რა თქმა უნდა, რა აბსურდი არის. ყველანაირი გაგებით, სად არის აქრისტიანობა? სად არის უნივერსალიზმი ქრისტიანობისა აი ამ შემთხვევაში? აღსალს არ არის, რა თქმა უნდა. ეს ესეთი მანიშნებელი, ასე ვთქვათ, მაგალითი ეთნოფილეტიზმისა. მეორეც არის ამგვარი და არასწორია, თქმა უნდა, ძირში არასწორი არის ეს იდეა, რომ თურმე მეორე მოსვლის დროს ერთი სამყაროს ყველა ერს განიკითხავს ქართული ენით. ხო ის აუცილებლად.
აქ ხა რა იგულისხმება, ვინც იძახის ამას, რომ ეს მეორედ მოსწროს ქართულენით განეკითხებაო და უკაცრავად ჩვენ აქ რა შეღავათი, თქვა, ქართველები რო ვართ, რომ თქვა, რა პრივილეგია გვექნება, თუ ჩვენ ცოდულები ვართ, რახან ქართული ენით განეკითხავს, თქვა, სომეხს, ფრანგს, თქვა, ხო, და სხვას, აქ ორში ერთი არის, ან სომეხი სწავლობს ქართულს, ან ფრანგი სწავლობს ქართულს, ხო? აბა როგორ გაიგებს განკითხვას არა? და თუ ვერ გაიგებს, რა დაუშავებია მაშინ? რა სევნება ღმერთს თუ ვერ გააგებინებს მეტი ესე იგი? რა საწოდაობაა რა ესე იგი არა? კაი, თქვა თარჯიმანი მოუყვანა ღმერთმა სომეხს და ფრანგს, თქვა, ქართულის სომეხ, თქვა, მაგრამ ჩვენ აი აქ არ მესმის ეს ჩვენ რა პრივილეგია გვეძლევა ამ შემთხვევაში? სოდვები ავტომატურად გვეტევება რახან ქართული ენით ხდება განკითხვა სამჯაოზე თუ რა თქვა რომ უკეთ გავიგებთ ჩვენს მსჯავრს ქართული ენით თქვა ამით რა თქვა პრივილეგია ეს თუ ანუ ყველა მხრიდან აბსურდი არის გესმით დამიჯერეთ ქართული ენით არ მოხდება განკითხვა მაგრამ რა ენითაც მოხდება დამიჯერეთ ყველა ერი გაიგებს ამ ენას რა სულ არ დაჭირდება ღმერთს რომელიმე ენა ლინგვისტულად გააშლოს თავისი ზრახვები ადამიანთა მიმართ რა ყველა უკვე ნუ ამას ყველა გაიგებს ყველა თავის ენაზე თუ თავის აზროვნებაზე თქვა მაგრამ თავისად ამგვარი დამოკიდებულება რომ მე მიხარია დამაყივა და ბედნიერის თურმე რომ სოფლიოს განკითხვა მოხდება ქართული ენით თურმე რა კარგი არის აი ამაგრებულად ქართველები რა რა თქმა უნდა ეს არის კლასიკური ეთნოფილეტიზმის კი არა ეთნოსიგიჟის ნიშნები არის რა თქმა უნდა ეს და უმს არანაირი დამოკიდებულება არ გააჩნია არანაირი კავშირი არ აქვს იესო ქრისტესთან და თუ კი არანაირი კავშირი არ აქვს იესო ქრისტესთან მაშინ რაში მჭირდება ამგვარი ლეგენდები ეკლესიაში მე მესმის საინაც მოდის ეს იოანეს ოსიმეს ცნობილი დიდებაი ქართულენისა არის, მაგრამ იმ კაცმა რომელმაც დაწერა ეს არც უგულისხმია საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას და თუ კი უგულისხმია ის არის მისი ერთი ადამიანის კერძო აზრი, თქვა. მაგრამ ამისი ამგვარი გაფეტიშება და მით უმეტეს თეოლოგიურ დონეზე და რანგში აყვანა არის ლეგეონები ქრისტიანობის საწინააღმდეგო მოსაზრება, თეზა და არაფერი საერთო არ აქვს ქრისტიანობასთან. ამგვარი მოვლენები არის არ მარტო საქართველოში, მაგრამ სხვა იგივე სერბულ ეკლესიაშიც, იგივე ბერძნებთანაც, იგივე რუსებზე ლაპარაკი, ისინიც აცხადებენ პრეტენზიას, რომ ღვთისმშობელი მათი ექსკლუზიური მფარველია, ასევე წმინდა გიორგიც, როგორც ჩვენ. ეს არის ყველგან, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იმიტომაც არის ეკლესია, აი ამ მით უმეტეს კრებების და ვერლებები და ზოგადად კანონიკური სამართალი იმიტომ გააჩნია ეკლესიას, რომ ამგვარი არასწორი გადახრების რეგულაცია მოახდინოს და არ წაახალისოს პირიქით, რომ არ დარჩეს ქრისტე და მისი სარწმუნოება გვერდზე და ხელთ არ შეფჩის მარტო წარმოდგენები ქრისტიანობაზე, რომელიც რა თქმა უნდა თავისთავად მაცხოვნებელი არ არის. წარმოდგენები მაცხოვნებელი არ არის. აი იესო ქრისტე კი მაცხოვნებელია. აქედან გამომდინარე, ყველას მოგეწოდეთ, რომ კარგად შეისწავლოთ რა არის ქრისტიანობა, რა არის ის მოძღვრება, რომელიც არის უნივერსალური, ყველასთვის გახსნილია, ყველასთვის ტრანსპარენტულია, ვინც კი აღიარებს იესო ქრისტეს და მარტო აღიარებს, შეუდგება მას ეთნიკურობის, სოციალური, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად და რასის მიუხედავად, რა თქმა უნდა ასევე. ყველანაირი გაგებით და ყველანაირი აზრით ერთია და ყველასთვის გახსნილი არის იესო ქრისტე და ამ ვითარებაში არ შეიძლება თქმა უნდა რომ ეს ამხილად დიადი სარწმუნოება დაყვანილი იქნას რაღაცა ვიწრო ეთნიკური ექსკლუზივების გამოსახატავად თუმცა რა თქმა უნდა ახლა ღმერთმა დაუშვა ეთნოსები და ერები ცხადია ახლა ღმერთის ხელით არ შექმნეს ყველაფერი ამ რეალოების გათვალისწინება აუცილებელია ცხადია მაგრამ კიდე გეუბნებით ეს რეალიები არ უნდა გახდეს წარმართველი სარწმუნოებაში
ეკონომიის მიზნი თუ დაშვებით ეს შეიძლება შეწყნარებული იყოს, მაგრამ წარმართველი არ უნდა იყოს. წარმართველი მაინც უნდა იყოს ცენტრალური ხაზი იესო ქრისტეს სწავლებისა და რაღაცეების ეკონომიურად შეწყნარება შეიძლება მოხდეს, მაგრამ როდესაც ხდება ამ იდეების არა რაღაცა შეწყნარებითი, არამედ უკვე დოგმატური ერთგვარი და თეოლოგიური სწავლებით განშლა და მოწოდება ადამიანების მიმართ, ეს არის დაუშვებელი და ეს არის ერესის ნიშნების კი და თავად ერესის მატარებელი არის უკვე და წვალებლობის ნიშნებია ცხადია და მატარებელია ამის. მას დაუშვებელია ცხადია და კიდე გეუბნებით ადამიანის ცხოვრება იმათ ცივი არის რომ ამისთვის რა თქმა უნდა არ უნდა იხარჯებოდეს ამგვარი რაღაცეების და თავარი კიდე გვერდზე არ უნდა რჩებოდეს იესო ქრისტე მეორე მოვიდა ყველასთვის და ვისაც სურვილი აქვს შეუდგეს მას მისი კარი ყველასთვის ღია არის. მაგალითად